მოგესალმებით მეგობრებო, ფსალმუნი 13 დასასრულსა ფსალმუნი დავითის. თქვა უგუნურმა გულსა შინა თვისსა, არა არს ღმერთი, განირყვენეს და ბილწ იქმნეს იგენი უჯულოებითა, არავინ არს რომელმაცა ქმნა სიტკბოებაი. ბასილი დიდი ასე გამარტავს ამ სიტყვებს. უგუნურება ნიშნავს ნებელობით უკაცრავად სიბნელეს, აი შეგნებით, ხო? გონების დაჩაგვრას, ბოროტების გზით, ხო? იოანე ოქროპირი ამბობს, სიტყვით შეიძლება ღმერთი აღიაროს, მაგრამ ცხოვრებით უარყოს, ეს არის უგუნურება. ათანასე დიდი ამბობს, ასეთი უარყოფა ძველი ეშმაკისმიერი სიცრუის გამოძახილია. ურწმუნოება წამლავს სულს, გესმით? ურწმუნოება წამლავს სულს. შემდეგი. უფალმა ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთა სახილვად. იყოს თუ ვინმე გულისხმის მყოფელ, ანუ გამომეძიებელ ღმრთისა. ესე იგი, ეს გამოხატავს მეგობრებო ბასილი დიდის თქმით ღვთის მზრუნველობას, რომელიც ეძებს სინანულით მომართვას, ხო? ხოლო ამ სიტყვა, ესე იგი, ღმერთი ყოველთაგან, ესე იგი, აღიარებს იმას, ყველას, ხო, ვინც გულით ეძებს ჭეშმარიტებას. ათანასე დიდი ამბობს, ღმრთის მზერა არის სულიერი ძებნა, ვის შეუძლია შემოbrunება სინანულით. შემდეგი. ყოველთავე მიაქციეს ერთბამა და უხმარ იქმნეს, არავინ არს რომელმაცა ქმნა სიტკბოებაი, არავინ არს მიერთადბდე. ესე იგი, ბასილი დიდის თქმით კაცობრიობის ზოგადი დაცემა აისახება ამ მულხში, მეგობრებო. ყველა ერთ გზაზე გადადგა. ხოლო იოანე ოქროპირი ასე გამარტავს ამ სიტყვებს, რომ მხოლოდ ფსალმუნს, ხო, მესამე მულხს, მხოლოდ ღვთის მადლით იბადება სიტკბოება, ადამიანური ძალით არ ხარ სრულიად მართალი. ათანასე დიდი ამბობს, რომ სიტყვა უხმარ აქ ნიშნავს სულიერად უსარგებლოს, მადლის გარეშე მოქმედებს. შემდეგი ვაგრძელებ, არა გულისხმა ყოველთა რომანი იქმან უჯულოებასა, რომანი შესჭამენერსა ჩემსა საჭმლებრ პურებრ უფალსა არახადეს. ბასილი დიდი ამბობს ამ სიტყვებით გამომდინარე, ის გამარტავს უпростоრად, რომ ბოროტნი ერს ჭამენ, მეგობრო, ვითარცა პურს, ეშმაკეული სისასტიკით, ხო? იოანე ოქროპირი, ასეთი ხალხი არ იძიებს ღმერთს, რადგან თავიანთ თავს ღმერთზე მაღლა სვამენ. ათანასე დიდი, ღმრთის ხსენება მათთვის არაფერი ნიშნავს, რადგან სულიერად მკვდრები არიან. შემდეგი. მუნ შეეშინა შიში, სადა იგი არა იყო შიში, რამე თუ ღმერთი არს თესლთა შორის მართალთასა. ბასილი დიდი, მართალთაგან ღმერთი არ შორდება, ბოროტნი კი მოულოდნელად შეშინდებიან. იოანე ოქროპირი, ღვთის წინაშე ვერავინ დარჩება უვნებელი, შიში შეიპყრობს იქაც კი, სადაც არელიან. ათანასე დიდი, თესლი მართალთა ეს არის ის წმინდა ნაშიერნი, რომელთა გულშიც ღმერთი მკვიდრობს. შემდეგი. ზრახვასა გლახაკისასა არ წყვეთ, ხოლო უფალის სასომისას. ბასილი დიდი, ღარიბი ღვთის იმედით ცხოვრობს, მეგობრებო, ბოროტნი კი დასცინიან მის სასოებას, ანუ სასოება ეს არის ესე იგი იმედი, ხო, იგივე. იოანე ოქროპირი, უფალი იცავს და განადიდებს თავდაბალ გლახაკს,
ათანასე დიდი ამბობს, რომ ზეციური სიბრძნე სწორედ მათში მკვიდრობს, ვისაც მიწიერება არაფრად მიაჩნია. შემდეგი მეგობრებო, ვინ მოსცეს სიონით ცხოვრება ისრაელსა? აქ უნდა ვიცოდეთ, ესე იგი ბასილი დიდი ასე გამარტავს ამას, რომ გავიმეოროთ, ვინ მოსცეს სიონით ცხოვრება ისრაელსა? ესე იგი ცხოვრება სიონით ეს წინასწარმეტყველებაა მაცხოვარზე, ხო? იოანე ოქროპირი ასე ამბობს, რომ ცხოვრება მოდის არა ხალხისგან, არამედ ზეციდან, ანუ ღვთისგან. ათანასე დიდი. სიონი, ღვთის სავანეა, ცხოვრება, ანუ გადარჩენა, ხო, ესე გადარჩენა, ესე. და ბოლო მუხლი მეგობრებო, მერვე მუხლი. რა ჟამს მოიქციოს უფალმა მტყე ერისათვისისაი, იხარებდეს იაკობ და იშვებდეს ისრაელი. ესე იგი ბასილი დიდი, ნახეთ, ამბობს, რომ უფალი მოაქცევს თავის ერს. ეს ღვთის მოწყალების გამოვლინებაა, მეგობრებო. იოანე ოქროპირი სინანული და აღდგენა, ასე ვთქვათ, გამოიწვევს ჭეშმარიტ სიხარულს, იქნება სიხარული. და ათანასე დიდი ამბობს, რომ გამარტავს, რომ ხსნა მოდის ღვთისგან, მეგობრებო, და გამბრუნებულია, ესე იგი ერი იქცევა სიხარულის ძელად, ხო, მთელ ისრაელში. ჩვენ მოვჭით მე-13 ფსალმუნის გამარტებას, ბასილი დიდი, იოანე ოქროპირის და ათანასე დიდის გამარტებებით. მეგობრებო, მე მინდა გითხრათ, რომ ასე გავაგზელებთ, ესე იგი ღმერთმა მომცეს ძალა ღვთის წყალობით და ღვთის შეწევნით და მის დაუფლის დახმარებით. მინდა, ესე იგი ყველა 150-ე ფსალმუნი ესე იგი ავტვირთვა ესეთი ფორმატით, ასეთ ფორმატში, უпростоრად ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის, ათანასე დიდი და არა მარტო, ესე იგი ამ წმინდა მამების სხვა წმინდა მამების მინდა რომ დავეხმარო, მოვიშვერიო, ესე იგი მათი გამარტება, მათი სწავლება და ისე ავტვირთო ყველა. ასევე მინდა გითხრათ, მეგობრებო, რომ გამოიწერეთ, თხოვოთ მინდა უпростоრად, თხოვნით მინდა მოგმართოთ, რომ ესე იგი უფრო განვითარდეთ ჩემი YouTube არხი და უფრო მეტმა ქართველმა ჩვენმა ემიგრანტებმა მოისმინოს ღვთის სიტყვა და გააუზიარეთ ბევრ ადამიანებს, ქართველებს, ვინც საზღვარგარეთ არის და ვისაც არ აქვს საშუალება, რომ ესე იგი სამსახურის გამო თუ ამა თუ იმ რაღაც ვითარების გამო ვერ კითხულობენ დროის გამო და შეუძლიათ აქვს ასეთი საშუალება, რომ ესე იგი მოусმინონ ბიბლიას. მე მაქვს არხზე ძველი აღთმა და ახალი აღთმა თავისი წმინდა მამების გამარტებით და ძალიან საინტერესოა და სულისთვის სასარგებლოა და ამიტომ გადაიდეთ არხზე, გამოიწერეთ, დაალაიქეთ ვიდეო, მოისმინეთ და ამით მეც დამეხმარებით და შეგეწიოთ უფალმა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, მოგცეთ სიყვარული მეტი, უფრო სინანული მეტი. ყავით დაეხმარეთ ადამიანებს, დაეხმარეთ იმ ადამიანებს, საიდანაც არ ელით აქეთ უკან დახმარებას, ანუ მოანგაროთ და გიყვარდეთ მოყვასი და ყველაზე მთავარი მეგობრებო, დავიცვათ და ვიყოთ ერთგულნი ქრისტეს მიერ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთათან. ამინ.
მადლობა.